სამყაროში კარგის დანახვას ჩვენივე აღქმული ცუდი განსაზღვრავს. ცუდის გარეშე კარგი არ არსებობს. სიბნელის გარეშე არ არსებობს სინათლე. ანტიგმირის გარეშე არ არსებობს გმირი. ეს კარგად ხსნის იმას, თუ რატომ ვახდენთ იმ ადამიანების დემონიზებას, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, ან გვეწინააღმდეგებიან. ტრაიბალიზმი, ანუ საკუთარი ტომის ერთგულება ჩვენი არსებობისთვის ბუნებრივია. ჩვენი კულტურა მუდმივად ეძებს ანტიგმირს, რადგან გვჭირდება რაღაც, რასაც ცუდს დავარქმევთ, იმისთვის, რომ კარგის აღქმა შევძლოთ. თუ ბოროტმოქმედს მივაგნებთ, თავს მორალურად აღმატებულად გვგრძნობთ. ხოლო თუ ბოროტმოქმედი არ გვყავს, მაშინ თავად შევქმნით მას. საზოგადოება ახლა ბევრად უფრო დაყოფილია, ვიდრე ოდესმე. რომელ მხარესთანაც არ უნდა აკავშირებდე თავს, მეორე მხარე დემონიზებული უნდა იყოს. რაც უფრო მეტად აღვიქვამთ მათ ბოროტებად, მით უფრო პარალიზებულები ვხდებით. თუმცა კითხვა ისაა, როგორ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ პერსონაჟებსაც სჯეროდათ, რომ სწორ მხარეს იყვნენ. როგორც ალან ვატსი იტყოდა, ბოროტი საქმეები სამართლიანობის სახელით კეთდება. შეგიძლია დარწმუნებული იყო იმაში, რომ ყველა ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებისა თუ რელიგიის მიუხედავად, ომში სრული სამართლიანობის განცდით მიდის. ყოველთვის მეორე მხარეა ბოროტი. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება კეთილ მხარეს. ამ შემთხვევაში ბოროტი არ იარსებებდა. სიმართლე ისაა, რომ კარგი და ცუდი მხოლოდ დამკვირვებლის გადმოსახედიდან არსებობს. არ არსებობს ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის. არ არსებობს მკაფიოდ მონიშნული საზღვარი. ჯორდან პიტერსონის აზრით შეუძლებელია სამყარო მოძალადეებად და მსხვერპლებად დაყო. შემდეგ ჩათვალო, რომ მხოლოდ მსხვერპლების ჯგუფს ეკუთვნი და მიიჩნიო, რომ ამის გამო გარკვეული კომპენსაცია გეკუთვნის. ასე მოქცევა ძალიან მალე ძალიან სახიფათო ხდება. დღესდღეობით ადოლფ ჰიტლერი მსოფლიოში ბევრისთვის ყველაზე ბოროტ ადამიანად ითვლება, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. თუმცა 1930-იან წლებში ჰიტლერს გმირად აღიქვამდნენ, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის დიდ ნაწილში. მან გერმანიის ეკონომიკის ფეხზე დაყენება შეძლო და მდიდარ და ინოვაციურ საზოგადოებას ქმნიდა. 1936 წელს ჰიტლერმა გერმანიაში ოლიმპიადას უმასპინძლა, სადაც გერმანიის კეთილდღეობა მთელმა მსოფლიომ ნახა. იმავე წელს ჰიტლერმა გერმანელი ხალხისგან 98%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ავსტრიისგან 99%-იანი. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მან ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე აიღო. 1938 წელს Times-მა ის წლის ადამიანად დაასახელა. ნაცისტურ რეჟიმს მხარს უჭერდნენ ინტელექტუალები, ეკონომისტები, ნობელის პრიზის მფლობელები და მედია. როგორ მივიდა ეს კეთილდღეობა საკონცენტრაციო ბანაკებამდე და გაზის კამერებამდე? რა თქმა უნდა, ერთი ღამის შედეგად არ მომხდარა. ეს ნელი პროცესი იყო და ნაცისტები ფიქრობდნენ, რომ კარგს აკეთებდნენ, კეთილშობილების მხარეს იყვნენ და თავიანთი საქმით კაცობრიობას აუმჯობესებდნენ. იგივე პროცესი შეგვიძლია დავინახოთ ყველა გენოციდის ისტორიაში. კამბოჯაში პოლ პოტის, ჩინეთში მაოს, საბჭოთა კავშირში კი სტალინის შემთხვევაში. ყველა ამ ადამიანს ეგონა, რომ კაცობრიობას ეხმარებოდა. ყველას ჰქონდა გეგმა, რომ შეექმნათ უტოპია, თუმცა ამ უტოპიის შექმნამდე მასობრივი ტანჯვა და მკვლელობა გახდა საჭირო. სამყარო, სადაც მხოლოდ შენ და შენი აზრის მოზიარეები ხართ კარგები, ის სამყაროა, რომელშიც მტრების გარემოცვაში ხარ. როგორც ჯორდან პიტერსონი წერს, ფსიქოლოგიურად უფრო მისაღებია ჩათვალო, რომ თავად ხარ მტერი, რომ შენი ნაკლოვანებები აზიანებს სამყაროს, ვიდრე ჩათვალო, რომ ერთგვარი წმინდანი ხარ და ყველგან მტერი დაინახო. ადვილია, რომ სხვისკენ გაიშვირო თითი, თუმცა რთულია, რომ საკუთარ თავში ჩაიხედო და ნაკლოვანებები დაინახო. იესომ თქვა, ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. რატომ უყურებ ბეწვს შენი თანამოძმის თვალში, საკუთარში კი დირესაც ვერ ამჩნევ? როგორ უნდა უთხრა მას, მომეცი უფლება, რომ შენი თვალიდან ბეწვი ამოვიღო, როცა საკუთარ თვალში დირე გაქვს? ჯერ საკუთარი თვალიდან უნდა ამოიღო დირე, რომ უკეთ დაინახო და შენს თანამოძმეს ბეწვის ამოღებაში დაეხმარო. ბეწვი, რომელსაც მტრის თვალში ხედავ, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი დირეს ანარეკლი. ვიდრე სამყაროს გაუმჯობესებას დაიწყებ, საკუთარი თავი შეამოწმე. ხშირად ის ხვდებით, რასაც უპირისპირდებით. ფრთხილად იყავი, როცა შენს მისიად ბოროტის განადგურებას დაისახავ, რადგან სავარაუდოა, რომ თავად გახდები ის, რასაც ებრძვი. ამას წერდა ექარტ ტოლე. რასაც ებრძვი, აძლიერებ. რასაც ეწინააღმდეგები, არსებობას აგრძელებს. სწორედ ესაა ძველი ანდაზის აზრი. ჯოჯოხეთამდე მიმავალი გზა კარგი განზრახვებითაა მოფენილი. თუ იმის უნარი გაქვს, რომ საკუთარ ნაკლოვანებებს დააკვირდე, მსოფლიოს შენს ნებაზე მოქცევის სურვილი გაგინელდება.
საკუთარ თავში ცუდის დანახვას თუ შეძლებ, ნაკლებად გაიშვერ სხვისი ცუდისკენ ხელს. ალექსანდერ სოლჟენიცინი, არქიპელაგი გულაგის ავტორი, ცხოვრობდა სტალინის ბრუტალური კომუნისტური მმართველობის პერიოდში. მმართველობის, რომელმაც 30-დან 50 მილიონ ადამიანამდე შეიწირა. საბჭოთა სამუშაო ბანაკში ყოფნის დროს ალექსანდერი ბოროტების ბუნებით დაინტერესდა. არქიპელაგ გულაგში ბოროტების აღწერისას ის ხაზს უსვამს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ბოროტების ჩადენა და ხშირად ბოროტება იმიტომ ხდება, რომ ადამიანს საკუთარი თავი ჰგონია წმინდა და თვლის, რომ შეუცდომლად სიკეთის მხარესაა. სოლჟენიცინი წერდა: ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ სიკეთისა და ბოროტების გამყოფი ხაზი არ გადის ქვეყნებზე, არც კლასებზე, არც პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ პირდაპირ ადამიანის გულზე. ეს საზღვარი ჩვენშია. წლების განმავლობაში მერყეობს და ბოროტებით სავსე გულშიც კი სიკეთის პატარა ხიდი ნარჩუნდება. ყველაზე კეთილ გულშიც კი ბოროტების მცირე კუთხე მოიძებნება. შეუძლებელია, რომ სამყაროდან ბოროტი სრულიად გააძევო, თუმცა შესაძლებელია მისი შევიწროება. ადამიანებისთვის გარე სამყაროში ცუდსა და კარგს შორის საზღვარი არ არსებობს, რადგან თითოეულ ჩვენგანში ორივეს პოტენციალი არსებობს. ბოროტების მოსაშორებლად ჩვენს ეგოს უნდა ჩამოვშორდეთ და ჩვენს შინაგან დემონებს თვალი გავუსწოროთ. იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგი შეგიძლია იყო, შენს ბნელ მხარეს უნდა იცნობდე. როგორც ამბობენ, ხე 60-მდე ვერ გაიზრდება, თუ ფესვები ჯოჯოხეთამდე არ ექნება გადგმული. როგორც კარლ იუნგი ამბობს, საკუთარი ბნელი მხარის ცოდნა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ სხვის ბნელ მხარეს გაუმკლავდე. ყველაფერს, რაც სხვებში გვაღიზიანებს, შეუძლია ჩვენი თავის უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს. ამ ყველაფრიდან იმას ვიაზრებთ, რომ კეთილი და ბოროტი მხოლოდ გონებრივი წარმონაქმნებია. ბოროტების რეალობის აღიარება სიკეთეს ფარდობით ხდის. და ასე ორივე, სიკეთე და ბოროტება, პარადოქსული მთლიანის ორ ნახევარს წარმოადგენს. როდესაც გარე სამყაროში რაიმეს დემონიზებას ვახდენთ, წარმოვაჩენთ სიცარიელეს ჩვენსავე ფსიქიკაში. როდესაც ვცდილობთ, რომ სხვისგან შევქმნათ მტრის ხატი, მხოლოდ ჩვენს უცოდინრობას და გაუაზრებლობას უსვამთ ხაზს. როდესაც ვარცხვენთ, ბრალს ვდებთ და ვსჯით, ვაჩვენებთ თუ რამდენად ცოტა ვიცით ჩვენი ეშმაკებისა და ბუნების შესახებ. ისინი, ვისაც საკუთარ თავში ჩახედვა და ჭეშმარიტი არსის ეგოსგან განცალკევება შეუძლია, სხვებისთვის იმედის ნაპერწკალს წარმოადგენენ. მათ, ვისაც თავიანთი თავის გათავისუფლება შეუძლიათ იდეოლოგიისგან, ტრაიბალიზმისგან და საკუთარ გულში იხედებიან, ამ პროცესის შედეგად ცნობიერება უმაღლდებათ. სწორედ ესაა თავისუფლების დასაწყისი.